მოგესალმები სოფო, მოგილოცავ კალანდობას და მადლობას მოგახსენებ, რომ კიდევ ერთხელ მეძლევა საშუალება თქვენს ძალიან საინტერესო პოდკასტში დღეს უკვე თეატრის თემით წარვდგე, ვინაიდან ქართული კულტურის იერსახე ჩემი კვლევის ერთ-ერთი საგანი არის. დღეს ქართული თეატრის თეატრი ოდითგანვე იყო საზოგადოების პოლიტიკური, სოციალური და ზნეობრივი იდეალების გამომხატველი, როგორც მებრძოლი ტრიბუნა და გარემოების საყვირი. საეკლესიო მწერლები და კანონმდებლები გმობდნენ თეატრს და მის მოყვარულ მეფეებს, ნერონს, იუსტინიანეს, გიორგი ლაშას, რადგან მიაჩნდათ, რომ თეატრი იყო მხოლოდ ხუმარათა და მეძავეთა ადგილი. მე-12 საუკუნიდან საქართველოში განვითარებული ხალხური თეატრი და სახიობა სახლში გადავიდა. მასში გამოხატული იყო ქართველი კაცის სულიერება, თავისუფლების სიყვარული, რაინდული ბუნება, პატრიოტიზმი და უსამართლობასთან და უზნეობასთან შეურიგებლობა. უკვე მე-18 საუკუნის მეორე ნახევარში საქართველოში ორი ტიპის თეატრი არსებობდა: საერო და სასულიერო. სასახლის თეატრის სახელწოდება იყო ეზუისა თეატრი. სასულიერო თეატრის კი იყო ტაძარი, თავისი აღნაგობით ძველი ბერძნული თეატრის განმეორება. პირველი მუდმივი ქართული თეატრის დაარსება მეფე ერეკლე მეორის სახელს უკავშირდება, მის კარზე დადგა კომედია გიორგი ავალიშვილმა. პირველი სპექტაკლი იყო მეფე თეიმურაზი და მეორე ტრაგედია კი დავით ბატონიშვილი. ქართული თეატრის ჩამოყალიბების საქმეში ფასდაუდებელი როლი ითამაშა 1832 წლის შეთქმულების მონაწილემ და პოლონეთის გადასახლებიდან დაბრუნებულმა გიორგი ერისთავმა. საქართველოს მეფის ნაცვლის მიხეილ ვორონცოვის მხარდაჭერით 1850 წლის 14 იანვარს თბილისში დადგა კომედია გაყრა. მას ვორონცოვი ოჯახით დაესწრო და დიდი შეფასება მისცა. გიორგი ერისთავის თაოსნობით დაიდგა ასევე მეორე კომედია დავა. ვინაიდან თეატრს არ ჰქონდა თავისი მუდმივი დარბაზი, ვორონცოვმა ვაჭარ გაბრიელ თამაშევს შესთავაზა თეატრის აშენება, რომელიც 1857 წელს დაიწყო და 4 წლის შემდგომ დასრულდა. შენობის პროექტი იტალიელმა არქიტექტორმა ჯოვანო სკუდიერმა შეადგინა. ეს ის სკუდიერია, რომლის თაოსნობით აშენდა თბილისში ვორონცოვის ხიდი და კეთილშობილ ქალთა სასწავლებელი. 1851 წელს ქართული თეატრი გაიხსნა ბალ მასკარადით და სწორედ აი აქედან იწყება უკვე ქართული თეატრის დღის აღნიშვნა. გიორგი ერისთავის ხელმძღვანელობით თეატრის დასმა გორში გადაინაცვლა, ვინაიდან თბილისში დაიწვა თეატრი და თეატრის გაუქმებიდან 5 წლის შემდგომ ახალი თეატრალური მოძრაობა ქუთაისში აღმოცენდა. 1861 წელს ქუთაისის საზოგადო საკრებულოში პირველი ისტორიული წარმოდგენა გაიმართა, სადაც სცენის მოყვარულებმა გიორგი ერისთავის გაყრა წარმოადგინეს. პირველი პროფესიული მსახიობები გახდნენ ქუთაისში აკაკი წერეთლის წყალობით, რომელიც აცხადებდა არისტოკრატია ჩვენთვის საჭირო არ არის. იაროს საცასურს ჩვენთვის საჭიროა შაურიანი ყურის მგდებელნიო. აკაკის თაოსნობით ქუთაისში დაიდგა ზურაბ ანტონოვის კომედია მზის დაბნელება საქართველოში. წრემ გამოავლინა არტისტული ძალები, შემოიკრიბა მაყურებელი, შეიქმნა საზოგადოებრივი აზრი და ნიადაგი, რომ ქუთაისში დაარსებულიყო მუდმივი თეატრი. 2 წლის შემდგომ ქუთაისის თეატრმა თბილისში გამართა სპექტაკლები, რომელშიც მთავარ როლს აკაკი წერეთელი და ეფრო კლდიაშვილი თამაშობდნენ. ქუთაისის თეატრმა თბილისსა და ქუთაისში წარმოადგინა ყვარყვარე ათაბაგი, გაყრა, დავა, ძუნწი, უჩინ მაჩინის ქუდი და სხვა. 1891-1892 წლებში აკაკის ხელმძღვანელობით კვლავ აღდგა ქუთაისის თეატრი, რომელსაც რეჟისორობდა კოტე მესხი. ასე რომ ქართველ 60-იანელთა ძალისხმევით ილიასა და აკაკის თაოსნობით ფრთამოტეხილი ქართული თეატრის კარიბჭე ფართოდ გაიღო. საქართველოში პირველმა კოტე მესხმა დადგა ქუთაისის თეატრში შექსპირის ოტელო, ჰამლეტი, მეფე ლირი, ურიელა კოსტა და ესპანელი აზნაური. ხელოვნების მიზანი სულ უბრალო რამ არის: მისცეს ადამიანს სიხარული და ჩაუნერგოს მას მხნეობა. ეს სიტყვები ეკუთვნის დიდ რეჟისორს კოტე მარჯანიშვილს, რომელმაც პირველი სასცენო ნათლობა ქუთაისის თეატრის სცენაზე მიიღო და მისი მთავარი ნათლიები გახდნენ სწორედ კოტე მესხი და ეფემია მესხი. კოტე მესხმა და კოტე მარჯანიშვილმა თბილისსა და ქუთაისში შექმნეს დიდი თეატრალური ცხოვრება, როგორც მშვენიერების ზეიმისა და ცხოვრების რწმენის ახსილებმა.
ასე რომ მე ვფიქრობ თქვენი მაყურებლებისათვის ჩვენი პატარა მოგზაურობა ამ თეატრის დღესთან დაკავშირებით საინტერესო იქნება. აი ძალიან ლამაზი დღე არის, ძველი ახალი წელი მოდის. მე ქართული თეატრის დღე არის და ეს ჩვენთვის დღესასწაულია და ამ დღესასწაულს გავუმარჯვებთ და მარადიულად ყოფილიყოს ქართული თეატრის დღე ჩემო ძვირფასებო და წარმატებები და გამარჯვებები ქართულ თეატრს და მთლიანად საქართველოს.